20 წლის განმავლობაში ჩვენ ერთსა და იმავე ამბავს გვიყვებოდნენ. 4 სულიანი ოჯახი, კაშკაშა ყვითელი სახლი ბორცვზე, ტალახიანი გუბეები და მხიარული სამყარო. მაგრამ რა მოხდება თუ პეპას ოჯახის ოფიციალური ვერსია არაფერია, თუ არა ოსტატურად შეთხზული საფარველი? რა მოხდება თუ იმ სახლში მხოლოდ 3 ბავშვი არ ცხოვრობს, არამედ 5? ეს შეუძლებლად ჟღერს, მაგრამ მტკიცებულება პირდაპირ თვალწინ გვიდევს. დამალული სხვენის სცენები, რომელზეც არავის აქვს საუბრის უფლება, ოჯახური ქრონოლოგიიდან გაუჩინარებული ჩვილები და ტყუპი, და რომელიც საზოგადოებას არასდროს უნდა დაენახა. დღეს ღორების ოჯახის საცავს ხსნით. თავს ვუკრით იმ გამოკრით იმ გამოცანის ნაწილებს, რომლის ამოხსნასაც შემქმნელები იმედოვნებდნენ, რომ ვერასდროს შევძლებდით. ოსკარ ღორის ტრაგიკული საიდუმლოდან დაწყებული, ბოროტი ტყუპის შემზარავი არსებობით. ეს არის ღორის ოჯახის საიდუმლო და ძმების სრული სია. სანამ ახალ ჩვილზე ან დამალულ ტყუპზე ვისაუბრებთ, უნდა დავბრუნდეთ ყველაზე დასაწყისში, იმ და-ძმასთან, რომელიც შესაძლოა პეპა ღორის დაბადებამდე არსებობდა. გაიცანით ოსკარ ღორი. ფანების უმეტესობას მისი სახელიც კი არ სმენია, მაგრამ შოუმ დატოვა ციფრული მინიშნებების კვალი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. პირველი მნიშვნელოვანი მინიშნება დამალულია კომპიუტერულ თამაშში. ეპიზოდში დედა ღორის ციგნი. პეპა და ჯორჯი კომპიუტერულ თამაშს თამაშობენ. თითქოს უმნიშვნელო მომენტია, არა? მაგრამ შეხედეთ ქულების დაფას. ჩვენ ხედავთ იმ სახელებს, რომლებიც ვიცით, მაგრამ ქვედა ნაწილში არის საიდუმლო მომხმარებლის სახელი. OOP. ფანების აზრით ეს ნიშნავს ოსკარ ღორს, დაკარგულ შუაშვილს. მაგრამ როგორ მოხდა მისი სახელი იქ? თუ ღორების ოჯახს მხოლოდ 2 შვილი ჰყავს, რატომ არის მესამე მაღალი ქულა შენახული ოჯახურ კომპიუტერზე? ნუ თუ ოსკარმა ეს თამაში წლების წინ ითამაშა. ნუ თუ ის ჩუმად ჩადის ღამით ქვემოთ, რომ თავისი ტიტული დაიბრუნოს. თუ ანიმატორებმა შემთხვევით დატოვეს ერთადერთი მონაცემი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის რეალურად არსებობდა. ეს ისეა, თითქოს კომპიუტერი დროის კაფსულაა, რომელიც ოსკარის მოგონების წაშლას არაპირებს. მაგრამ ოსკარის საიდუმლო მხოლოდ მაღალ ქულაზე არ მთავრდება. ის ცხოვრობს ერთადერთ ადგილას, სადაც არავის აქვს შესვლის უფლება, სხვენში. დაფიქრდი, პეპას სახლს აშკარად აქვს სხვენი, მაგრამ ჩვენ თითქმის არასდროს ხედავთ, რომ ოჯახი იქ ავიდეს. სერიაში შუქის გათიშვა, სინათლე ქრება და სახლის სიბნელეში იძირება. ნებისმიერი ჩვეულებრივი მამა დენის ფარხან წავიდოდა, რომელიც ჩვეულებრივად ან გარაჟშია, ან სხვენში, მაგრამ მამა პიგი ის ადგილზე რჩება. ოჯახი ისე იქცევა, თითქოს ზედა სართული საერთოდ არ არსებობს. თითქოს ეშინიათ იმის, რას ან ვის შეიძლება გადააწყდნენ სხვენის კუთხეებში. იყო კი შუქის გათიშვა ტექნიკური ხარვეზი. ან იქნებ ეს იყო ოსკარი, დავიწყებული ძმა, რომელიც სადღაც თავის საიდუმლო სამალავში გაყვანილობას ურევდა ხელს. ოსკარის თეორიის საბოლოო დამანგრეველი არგუმენტი კი დროის ხაზია. სერიაში Baby Bumpy პეპა უყურებს ოჯახურ ვიდეოს, სადაც ის პატარა ბავშვია. ვიდეოში მამი პიგი უკვე აშკარად ორსულადაა ისევ, მაგრამ აი პრობლემა. თუ მათემატიკას მიყვებით, ის ბავშვი ჯორჯი ვერ იქნება. ჯორჯი ბევრად უმცროსია პეპაზე. ასაკობრივი სხვაობა ძალიან დიდია. ერთადერთი გზა, რომ ბიოლოგიურად ყველაფერი სწორად იყოს ისაა, რომ მათ შორის კიდევ ერთი ბავშვი უნდა დაბადებულიყო. ბავშვი, რომელსაც თავდაპირველად Mr. დინოზავრი აჩუქეს, რაც ახსნიდა, რატომ არის ჯორჯი ასე აგვიატებულად დამცველი ამ სათამაშოს მიმართ. ეს უბრალოდ პლასტმასი არ არის. ეს არის ძმისგან გადმოცემული ნივთი, რომელსაც ჯორჯს არასდროს მისცეს უფლება შეხვედროდა. არ აქვს მნიშვნელობა. ოსკარი დამალეს, დაივიწყეს თუ შოუდან ამოიღეს. ის გახდა პეპა პიგის ოჯახის უძველესი და ყველაზე უცნაური საიდუმლო. თუ ოსკარ პიგი დავიწყებული ძმაა, მაშინ შემდეგი და-ძმა ის არის, რომელიც საერთოდ არ უნდა დაენახათ. რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა ოფიციალური რის სარეკლამო პოსტერი, რომელმაც ფანები ააფორიაქა. მასზე გამოსახულია ოჯახი, რომელიც გარეთ იღიმის, მაგრამ თუ ქვედა სართულის ფანჯარაში ჩაიხედავთ, იქ სახეა. პატარა ვარდისფერი გოჭის სახე, რომელიც ზუსტად პეპას გავს და ჩუმად უყურებს თავის ოჯახს შიგნიდან. ინტერნეტში მას ბევრი სახელი დაარქვეს. Poppy Piggy, Olivia Piggy, ან უბრალოდ ბოროტი ტყუპი, მაგრამ როგორც არ უნდა უწოდოთ, ის არის ხარვეზი გოჭების ოჯახის იდეალურ სურათში. წლების განმავლობაში ფანებს აინტერესებდათ სად წავიდა ის და შემდეგ გამოვიდა სერია დიდი მშენებლობა. ამ სერიაში ძველი სახლი დაანგრიეს და მის ადგილას ახალი, უზარმაზარი ააშენეს, მაგრამ ერთი რამ შეამჩნიეთ, მათ ადგილმდებარეობა არ შეუცვლიათ. ახალი სახლი პირდაპირ ძველი ფუნდამენტის ზედა ააშენეს. თუ ვინმე ცხოვრობდა ძველი სახლის კედლებში ან სარდაფში, მას არ გადაიყვანდნენ. ის იქვე ჩაიკეტებოდა. ეს კი მოგვიყვანს 2 სართულიანი საწოლის საიდუმლოსთან. ახალ სახლში პეპას ახალი ოთახი აქვს, მაგრამ რატომღაც ძველი 2 სართულიანი საწოლი შეინარჩუნა. ჯორჯს ახლა თავისი ოთახი აქვს, მაშ რატომ სჭირდება პეპას 2 საწოლი? დააკვირდი ქვედა საწოლს. ის მთლიანად დაფარულია სქელი მძიმე ფარდით. რატომ ფარდა? საბავშვო შოუში რაღაცას მხოლოდ მაშინ მალავ, თუ მის უკან საიდუმლოა. ფანები ფიქრობენ, რომ ქვედა სართულის სტუმრებისთვის არ არის, ეს ტყუპის ადგილია. შენ შეგიმჩნევია, როგორ ეპიზოდებში, მაგალითად, ჯორჯი გაცივდა. პეპა თავიდან თკბილი, მზრუნველი და კარგიდა, მაგრამ უცებ, ცივი, ბოროტი და უხეში ხდება, რომელიც ჯორჯის ხველაზეც უწუნებს. რა მოხდება თუ ეს უბრალოდ ერთი გოჭის ხასიათის ცვლა არ არის? რა მოხდება თუ ტყუპი პეპას ეცვლება, როცა არავინ უყურებს?
ეს პეპას ქცევას უბრალო ხასიათის ნაკლიდან უზარმაზარ ზებუნებრივ შეთქმულება დაქცევს. და მერე ყველაფერი შეიცვალა. გამოჩნდა ბეიბი ევი. ოსკარის ან ტყუპისგან განსხვავებით, ევის დამალვა არ უცევდა. ის გამოჩნდა სამეფო სტილის განცხადებით, მსოფლიო კინემატოგრაფიული სპეციალით და უფრო მეტი პროდუქციით, ვიდრე დანარჩენ ოჯახს ერთად, მაგრამ მისი გამოჩენა მხოლოდ ბედნიერი მოვლენა არ არის. ეს დამალული და ძმებისთვის საბოლოო შეურაცხყოფაა. დაფიქრდით ახალ შესავალზე. 2000 ლეულის განმავლობაში პეპა ერთსა და იმავეს ამბობდა. ეს ჩემი პატარა ძმაა, ჯორჯი. ეს ჩემი პატარა ძმაა, ჯორჯი. მაგრამ ეხლა შესავალი თავიდან დაიწერა. ეს ჩემი პატარა და ევი. ეს ჩემი პატარა და ევი. თუ შენ ხარ ტყუპი, რომელიც ფარდის უკან იმალება, ან ოსკარი, რომელიც სხვენიდან უყურებს, როგორ გძნობ თავს? ევი იღებს იმ ცხოვრებას, რომელიც მათ არ ქონდათ. მას აქვს საბავშვო ოთახი, მას აქვს კინოკონტრაქტები, მას აქვს სახელი ტიტრებში. ევი არის შემცვლელი და ეს არის შოუს გზა, რომ ბოლოს და ბოლოს მესამე შვილი ხავდეთ ისე, რომ არ მოუწიოთ ახსნა, სად წავიდნენ დანარჩენი ორი. თვითონ ჯორჯიც კი გძნობს ზეწოლას. ის 20 წელია ოჯახის ყველაზე პატარაა. უცებ კი შუათანა გახდა. ის გვერდზე გადასციეს მისი უფრო ახალგაზრდა და საყვარელი ვერსიის გამო. ნუ თუ ჯორჯის დინოზავზე აკვიატება სინამდვილეში არის თავდაცვითი მექანიზმი იმის გამო, რომ მასაც უცვლიან, ზუსტად ისე როგორც ოსკარს. თუ ჰორის ოჯახს მართლა 5 შვილი ჰყავს, მაშინ პეპა და ჯორჯი უცებ აღარ არიან სამყაროს ცენტრში. პეპა უკვე 20 წელია ბრენდის სახეა, ტალახიანი გუბეების სავიზიტო სახე. მაგრამ ეხლა როცა ევი ოფიციალურად აქ არის, ოსკარ პიგი და პეპას საიდუმლო ტყუპი ჩრდილში იმალებიან, პეპა სასაცილო ახალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის აღარ არის უფროსი. ეხლა ის მთელი ჯგუფის ლიდერია. და ჯორჯი, საყვარელი პატარა ჯორჯი, რომელიც ფიქრობდა, რომ ყოველთვის ყველაზე პატარა იქნებოდა, ეხლა უკვე ასე აღარ არის. ის მოულოდნელად გახდა უფროსი ძმა და დაბნეული შუათანა ბავშვი, რომელიც არ იცის, ევის სიარულს უნდა ასწავლიდეს, თუ მისტერ დინოზავრს უნდა იცავდეს იმ საიდუმლოებებისგან, რაც ოსკარ პიგმა დატოვა. თუ ჯერ კიდევ არ გჯერათ, რომ 5 ბავშვია, მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ დიდ აშენებულ სახლს. მისტერ ბული ბევრ ამას წარმოადგენს, მაგრამ ის არ არის მფლანგველი მშენებელი. ეს ახალი სახლი უზარმაზარია. ბევრად უფრო დიდი ვიდრე 4 ან თუდაც 5 ადამიანის ოჯახს სჭირდება. რატომ არის ლოფტის საწოლი დაბლოკილი ქვედა ნაწილით? რატომ არის სხვენი ახლა სრულფასოვანი ოთახი, რომლის შიგნით შეხედვაც ჯერ კიდევ არ შეიძლება? და რატომ არის სრულიად ახალი ოფისი, სრულიად ახალი კომპიუტერით, ზუსტად იმ დროს, როცა ოფი მომხმარებლის სახელი ბრუნდება? ეს სახლი არ აშენებულა პეპასთვის, ჯორჯისთვის და ევისთვის. ის აშენდა ჯგუფისთვის. ის აშენდა იმდენი კარადით, კუთხით და დამალული სივრცით, რომ იქ მოთავსდეს ოჯახი, რომლის ნახვაც მსოფლიო ჯერ მზად არ არის. ეს არის სასახლე ოფიციალურად აღიარებულებისთვის და ციხე-სიმაგრე დავიწყებულებისთვის. ასე რომ პეპას სახლში დამალული ყველა მინიშნების გადახედვის შემდეგ, ჩანს რომ ღორის ოჯახი შეიძლება ფარულად ბევრად დიდი იყოს, ვიდრე ოდესმე გვიფიქრია. 5 ბავშვი, 1 სახლი, 20 წლიანი საიდუმლო, რომელიც ბოლოს და ბოლოს იწყებს გამჟავნებას. მტკიცებულებები ქულების დაფებზე, ანარეკლებში და 2 სართულიანი საწოლის ფარდებშია. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, რატომ მალავს მულტფილმი მათ? ღორის მშობლები თავიანთ შვილებს რაღაცისგან იცავენ, თუ ისინი სამყაროს იცავენ 5 და-ძმის საიდუმლოსგან. თქვენ რას ფიქრობთ? ოსკარ პიგი ჯერ კიდევ სადღაც არის? თუ კი ბოროტი ტყუპი ყველაფერს აკონტროლებს, გაგვიზიარეთ თქვენი ყველაზე გიჟური თეორიები კომენტარებში. ყველა მათგანს ვკითხულობ. და მინდა ვიცოდე, თუ შენ კიდევ რომელიმე და-ძმა შენიშნე, რომელიც გამოგრჩა. თუ გიყვარს პეპა პიგის საიდუმლოებებში ქექვა და იმ საიდუმლოებების აღმოჩენა, რასაც მულტფილმები მალავენ, დააჭირე გამოწერის ვილაქს და შემოუერთდი გამოძიებას. ჩვენ კიდევ ბევრი დამალული დეტალი გვაქვს საპოვნელად და არ გინდა გამოტოვო ჩვენი შემდეგი სიღრმისეული გამოძიება ამ პერსონაჟების უკან დამალულ სიმართლეზე. როგორც ყოველთვის მადლობა ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში ისევ გნახავთ ყველას.